როგორც იქნა რემონტი დასრულდა, დღეს დაგვილაგებენ სრულად ბინას და ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი ნივთების ჩალაგება და გადაბარგება დაიწყება ამაღამვე, რადგან სულ რაღაც 2 დღე გვაქვს, რომ გადავბარგდეთ და თან დავლაგდეთ. ღმერთო, 5 წლის განმავლობაში, ანუ რაც ქორწინებაში ვარ, 6 ჯერ გადავბარგდით, გადმოვბარგდით და იმედია ეს ბოლოა, იმედია. რაღაცები უკვე ჩავალაგე. აქაც გავამზადე რაღაცეები, მაგრამ ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ ჩასალაგებელი მაქვს, როგორც ხედავთ. აი მე არ მინდა რომ ვუყურებ ამ ყველაფერს თუდად ხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსაწყენი და დამღელი პროცესია ეს ყველაფერი, გადაბარგება, ამოლაგება, ჩალაგება, მაინც რაღაც დონეზე გსიამოვნებს, როდესაც იცი, რომ შენ საკუთარ ბუდეს ქმნი და შენ საოცნებო გარემოში იცხოვრებ. ერთ დროს პინტერესტში ათვალიერებდი ფოტოებს ბინებისას და ესთეტიური გარემოსი. ახლა კი გააცოცხლე ეს ფოტოები და შენს რეალობად აქციე. მიუხედავად შეზღუდული ბიუჯეტისა, მაინც ვარჩევდით თითოეულ დეტალს, თითოეულ ფერს, ისე რომ დილით რომ გაიღვიძებდი, განწყობა შეექმნა შენს გარემოს შენთვის, მთელი დღის, მთელი ცხოვრების. მე პირადად ისეთი ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომელთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო, სადაც ცხოვრობ, თითოეულ დეტალს, ყველაფერი ჩემს განწყობაზე აისახება, ძალიან მარტივად, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, რომ ბინა უნდა ყოფილიყო ღია, ნათელ-მშვიდ ფერებში, მინიმალურად დატვირთული დეკორით. როდესაც ბინაში გადმოვბარგდით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მქონდა შესაძენი. მათ შორის ავეჯიც, რადგან მხოლოდ სამზარეულოს და საძინებლის კარადები იყო დამზადებული. როგორც კი დავლაგდით, მეორე დღესვე წავედით და რაღაც ჭურჭელი შევიძინეთ, რაღაც დეტალების აღლისთვის. ასევე ფარდები, რომლებიც გავაბარეთ ეგრევე და იმ დღესვე დაგვიმზადეს და წამოვიღეთ, ხოლო ავეჯს ცოტა დააგვიანდა. და პირველი კვირა საძინებელში იატაკზე ლეიბზე გვეძინა, თუმცა ესეც კი სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება მომავალში. რადგან ავეჯი ჯერ კიდევ არ ვქონდა, ახალსახლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო და ჩვენთვის მოკრძალებულად აღვნიშნეთ ახალ ბინაში გადმოსვლა, მოვამზადე ღვინის დაფა, შეძლებით დაგვარად და მე და ჩემო მეუღლემ ერთად გავატარეთ ასეთი საღამო. და აი საწოლიც, როგორც იქნა მოგვიტანეს. როგორც იქნას ვამბობ, რადგან დათქმულ დროს გადაავადეს და ძალიან ბევრი გვაწვალეს, სანამ მოგვიტანეს. თუმცა საბოლოო ჯამში ისე მოგწონს შედეგი და აი ყველაფერი, რომ ფიქრობ, რომ ღირდა ყველაფერი წვალებად, ღირდა ლოდინიც და მოთმინებაც. აქ ჩემი ქმრის დაბადების დღეა და ვუმზადებ ტორტს სიურპრიზად, რადგან ის არის სამსახურში. პირველად ვამზადებ ამ ბინაში ტორტს და ზოგადად დიდი ხანია ტორტი არ გამომიცხვია, რადგან სამწუხაროდ ჩემი საკონდიტრო საქმიანობა მივივიწყე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რემონტებს გულისხმობ და გადმოვარგება, გადაბარგებას. ვისაც ახსოვს, მე ვამზადებ ტორტს კრემყველის კრემით, ეს არის კრემყველის და ნაღების კრემი, არ არის ძველი ტრადიციული ტორტები, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემთვის ტრადიციული ტორტებიც ძალიან გემრიელია, როდესაც ხარისხიანი პროდუქტებით არის მომზადებული. თუმცა აი ამ ტიპის ტორტებს აბსოლუტურად განსხვავებული გემო აქვს და ძალიან მომწონს. ვნამავრცით კრემყველის და ნაღების კრემით. შიგთავსად კი მარწყვის კონფის ვიყენებ, რომელსაც ასევე მე თვითონ ვამზადებ. როგორც აღმოვაჩინე, ჩემთვის სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება, სიყვარულის ენა ერთ-ერთი არის მოვუმზადო მას, ვინც ძალიან მიყვარს გემრიელობა, ანუ საჭმლით ვასიამოვნო, ასე რომ ვთქვათ.
და რა თქმა უნდა მე ძალიან მსიამოვნებს და მამშვიდებს ეს პროცესი თუ რა თქმა უნდა არანაირი დედლაინები არ მაქვს და არსად არ მიჩქარება. აქ ჩემმა მეუღლემ უარი მითხრა სანთლების ჩაქრობაზე, რადგან სადღაც უნახავს, რომ სანთლები არ უნდა ჩააქრო დაბადების დღეზე, თორემ სურვილები არ აგისრულდებაო, ამიტომ მე და ზაზუმ ჩავაქრეთ სანთლები. დაბადების დღეა, იმიტომ რომ მამას დეა. დაბადების დღეა. ხოცა გილოსა. მიდი კიდე